ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადება. ყოფილი პრემიერი მთავარი პროკურორის მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. პროკურორმა მე დაუყენა ულტიმატუმი, რომ თუ მე არ დავეხმარები პროკურატურას. ჟვანია სახლის გასცემაში. თუ არ მივაწოდებ პროკურატურას. იქნებ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრებს. მაშინ ძალიან ზურგები ჩავიდა. ქონდა თუ არა ადგილი მერაბიშვილზე ზეწოლას და რამდენად შესაძლებელია რომ პროკურატურის საბოლოო მიზანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყოს. ეს არის ახალი ეტაპი პოლიტიკური დევნის, ოღონდ აქამდე გაუგონარი ფორმები. როგორია მართველი გუნდის შეფასება, რას უკავშირებს მთავრობა ყოფილი პრემიერის განცხადებას? ერთი ის რომ მოხდეს დისკრედიტაცია ჩვენი ხელისუფლების და მეორე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაშანტაჟება ვანო მერაბიშვილის მხრიდან. ინტერვიუ თინა ყიდაშელთან და გიგა ბოკერიასთან არჩევანის პირდაპირ ეთერში. კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. 82 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. თვითმმართველობის კოდექსი უმრავლესობამ პირველი მოსმენით ოპოზიციის გარეშე მიიღო. საქართველოში ილახება ერთი ძალიან დიდი ბარიერი, რომელთან შერკინება ვერავინ ვერ გაბედა. შეცვლილი კანონპროექტი და უმცირესობის შენიშვნები. რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციას? არჩეულ გამგებლებს და მერებს თავზე ასვავენ გუბერნატორს, რომელიც მიიღებს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს. ამ კოდექსის ავტორებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობის ფუნქციას. რა ფუნქციები ექნება თვითმმართველობებს? რატომ გამოიწვია კოდექსმა კამათი უმრავლესობის შიგნით და რამდენად შეიძლება მოსალოდნელ რისკებზე საუბარი? არსებითი საფრთხეების შემცველი თვითმმართველობის კოდექსი არ ყოფილა. გვაქვს შენიშვნები, გვაქვს შეკითხვები. თემა სჭირდება ფართო საზოგადოებრივი პოლიტიკური კონსენსუსი. ფართო განხილვა არჩევანში. რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია ერთ სტუდიაში მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან ერთად.